მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებთ ცოცხალი სესიის ჩაწერას. ეს იქნება NL2 GG პოკერი და დავიწყოთ დარიგებების და კომენტარება. აქვე ვიტყვი რომ GG პოკერზე მოვხვდი ისე რომ ვაპირებ რომ ცოტა PLO ვისწავლო და მოკლედ მაგასთან დაკავშირებით ვიდეოს ცალკე დავდებ თუ ბოლო-ბოლო თუ გადავწყვიტე მართლა და PLO-ს თამაში, ჯერჯერობით ისე რაღაცა გამოცდილების დაგროვების მიზნით GG-ზე გავაკეთე პატარა დეპოზიტი $50 და ვცდილობ რომ PLO-ში რაღაც ბანკროლი ავაშენოსავით, თან ცოტა რაღაც აზრზე მოვიდე მაგ თამაშით რა, თამაშის. უკან საინტერესო ხალხია, მოდი დავქოლოთ. ხო და GG პოკერი იყო ერთ-ერთი ვარიანტი, სადაც ექშენი არის მეტაკლება სტაბილური. მეტაკლება და არა სტაბილური ექშენია, 24 საათია ექშენი. ეგ ძალიან დიდი პლუსია ამ რუმის. ზოგადად ამ რუმის მიმართ დიდი სიმპათიები არ მაქვს. ნათქვამი მაქვს მე ჩემს ვიდეოებში ბევრჯერ, არ მომწონს ეს რაღაც ანიმაციები, რაღაც 1000 სისულელე, რომელიც ანუ უბრალოდ ყურადღებას მიფანტავს და სიამოვნებაში არაფერს არ ემსახურება, ეს ტრადლები და რაღაც ქეშაუტები და რაღაც უაზრო შემოთავაზებები და ეგეთები არის დიდი რეიქი ძალიან ინდუსტრიაში ალბათ ყველაზე დიდი რეიქი, მაგრამ NL2-ზე ხა ყველგან დიდი რეიქია, ანუ მიკროლიმიტებზე ზოგადად ყველგან დიდი რეიქია, ანუ ეს ამას დიდ მინუსში ვერ ჩავუთვლი ნამდვილად. მოდი დავატრიბეთოთ ვიღაც პოლონელი. ჩემი ნიკი აქ მაქვს სხვა ნიკი. შეცდომით მაქვს შეყვანილი, ქოჩორა უნდა ეწეროს და ქოჰორა წერია, რაც ეხა შევამჩნიე თვითონ. ასე რომ ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ტრიბეტი დამიქოლა. ამ ბორდზე მე ნახევარბანკს დავალ პოზიციოთ. აქ გავაგზავნებ აგრესიას. აქ დავჩეკავ, აქ დავუღე. ნუ ოპონენტისგან მივიღე კოლი, დაიხურა ფლეში, დაიხურა სტრიტები. მაგრამ მე აქ ვფიქრობ, რომ ოპონენტთან ხანდახან იქნება ვალეტი. შესაბამისად მე ვეცდები რომ ვალეტს გადავახტევინო და რეიზ თუ მივიღებ უკვე აღარ დავქოლავ რა. შეიძლება ძალიან დიდი საიზინგი მომივიდა, ნახევარი ბანკი შეიძლება საკმარისი იყო, მაგრამ ოპონენტს ისეთი 91 აქვს VPIP, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ლუზური ოპონენტია და შესაბამისად ან ეს ოპონენტზე ორიენტირებული გათამაშება იყო და არა რაღაც ოპტიმალური გათამაშება რა. ეგ ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. აი ზემთხიანი, მოდი ამ ეტაპზე დავყაროთ. შემოდგენილობებსაც შეეხება, ეხლა მე დიდად მაგიდები არ მიძებნია, პირდაპირ რაღაც მაგიდებზე სადაც ადგილი იყო დავჯექი, რა თქმა უნდა. NL2-ია. ეხლა თვალში რაც ხდება ჯერჯერობით ძალიან კაი შემოდგენილობაა. ეს მაგიდა დიდად გადასარევი მაგიდა არ ჩანს, სიმართლე რომ ითქვას. ეს მაგიდა არ ჩანს დიდად გადასარევი, რაღაც პოლონელები და უკრაინელი. ეს ხო პოლონეთია. ეს პოლონეთის დროშა. საერთოდ ძალიან ბევრი ქვეყნის დროშა არის მსგავსი პოლონეთის დროშის. ამ პირველი პოზიციიდან რეიზი, მეორე პოზიციაზე ერთი ფერის დამაათიანი. ვფიქრობ, რომ აი ამ ისე big blind-ის ფაქტორის გამო კოლით შეყვანა იქნება კარგი იდეა. ეს რომ არა, ტრიბეთი ვარიანტი იყო, fold-ით ვარიანტი იყო. აი 0 VPIP ოპონენტი რა თქმა უნდა 5 დარიგებიდან ვერ იმჟელებ, მაგრამ მაინც fold-ი შეიძლებოდა. VPIP მოგეხსენებათ ვინც არის ის რა არის, ეს არის ნებაყოფლობითი მონაწილეობა პოტში პროცენტში. ან წარმოგვიდგენილი პროცენტების სახით. ეს დავქოლოთ ახლა. მაგის გარდა კიდე გვაქვს სტატები, პრეფლოპ რეიზი, სტილის ანუ მოპარვის ცდელობა და ტრიბეთი. Attempt to steal. ეგრეა. ანუ ბლაინდებს როცა უტევს რა ოპონენტი attempt to steal. bet რეიზი ჯერჯერობით დავქოლოთ. არ არის ასე ამონო ესეთ ფლოპზე რეიზი
check raise-ის მიღება, მაგრამ იმდენად კარგი ფლოპია check raise-ისთვის. საკმაოდ აგრესიული ოპონენტია. შესაბამისად კიდევ ერთხელ უნდა დავქოლო ყველა ვარიანტში. სამიანი კარგი კარტია. იმაგებით რომ სტრიტების, და სეტების რაოდენობაში ამცირა ოპონენტს რეინჯი, მაგრამ ახლა ოპონენტმა დაჩეკა, მეც დავჩეკავ, იმიტომ რომ არ ამგონია აქ რამისგან ქოლი მივიღო, საინტერესო ესეთი. კაროლდამისგან მივიღებდი ქოლს, მაგრამ კაროლდამას არ ველოდებოდი მაგ სიტუაციაში. ოპონენტთან. მეგონა რომ ოპონენტთან იქნებოდა ან საერთოდ არაფერი, ან slow play რა. ან გაფლეშა სიტყვაზე ან full house დაიჭირა reverse-ზე ან რაღაც თავიდანვე სტრიტი ყავდა. მეთქი ან საერთოდ არაფერი არ ყავდა მეთქი რა. იდეაში კაროლდამა იმ არაფერის კატეგორიაში შედიოდა, შემთხვევით კაროლს მოედო უბრალოდ. დიდი წილი მაგის რეინჯის არ იყო რა ეგ კაროლი. ჯერჯერობით დავჩეკოთ. ეს ოპონენტი მოვნიშნოთ პირდაპირ როგორც აგრესიული და აგრესიული ოპონენტები მოვნიშნოთ მაგალითად აი ესეთ ფერში. არ მოწონს ეს ფერი. კაროლ ჰაი ფლეშს დროს უბრალოდ დავუყრე. საკმაოდ სწრაფი თამაში მიდის, სხვათა შორის რაღაც გადაწყვეტილებებს უცებ ვერ ვასწრებ. სადა მაქვს ხა აი ესეთი ფერი მინდა იმათვის. აგრესიული ოპონენტები. მოდი, გავაგრძელოთ აგრესია 1/13-ით. და იყოს აქ fold equity, არგენტინელი ტიპი. ამას გადავყრი უბრალოდ. კაი, ჩეკი უბრალოდ. ოპონენტი ჩეკავს საპასუხოდ. ვფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა დავჩეკო. რაღაც showdown value მაქვს, არ ამგონია ჩემზე უკეთეს ხელს დავაყრევინო. აქ უბრალოდ ქოლი და ეს ოპონენტი ვნახოთ, ეხლა რამდენ დარიგებაში აქვს ესეთი 9 დარიგება, რეპრეზენტატული არ იქნება არავითარ შემთხვევაში. აქ ჩეკი. აქ რა მოხდა? როგორ შემიძლია ამის ნახვა? აქ ჯერჯერობით ვითამაშოთ. hand history როგორ უნდა მოვაგდეს რა? აბა, რა 4K. hand history. ოსკაროლი, იქაც ოსკაროლი. ჯერჯერობით დავჩეკოთ. ესე აგდებს hand history. და დავყაროთ. საკმაოდ სწრაფი თამაში მიდის, სხვათა შორის. ამ soft-ს რაღაცნაირად აი ვერ მივეჩვი. ეხლა წერან ერთ სესია უკვე გავაკეთე ომაჰაში. და რაღაცნაირად ვერ მივეჩვი, რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცნაირი soft-ია რა. რაღაც დინამიური ანიმაციაა რაღაცნაირი. ტაიმბანკები ნორმალურია, ცოტა ტაიმბანკები არ არის. ძველი full tilt პოკერი როგორიც იყო, ანუ მაგ ნიშას იკავებს, ეხა როგორც ვატყობ ეს ჩვენი GG. აი ეს ფორმა ნიკის იქიდან არის აღებული ეს ციმციმი, რო ციმციმებს ყველაფერი. ეს ანიმაციები, ეს ავატარკებიც full tilt-დან არის. full tilt-ზე ცოტა განსხვავებული ავატარკები იყო, მაგრამ ბევრი იგივენაირია. ხა მე ჩემი ავატარკა მაქვს. მოდი აბა ერთი ავატარებში შევიდეთ. აი ეს ბუდას ქანდაკება. კიდე რაღაცეები რა მოკლედ ახლა ზუსტად
ცოტა აღარ მახსოვს. კაი, აქ all-in-ი პირდაპირ. აჰა, არა აქვს მნიშვნელობა. ეს bet slider-ი, სხვათა შორის, full tilt-დან არის აღებული. აი ესეთი მწირი bet slider-ი რო აქვს, ანუ სულ რამდენიმე ოფცია. ესეც full tilt-იც ესე იყო ზუსტად. აქ გავაგრძელოთ აგას. მოდი საბოლოოდ მოვნიშნოთ, რომ არის რეკრეაციული მოთამაშე და მოვნიშნოთ ani ფერში. რავი, მოდი სამჯერ შევთავაზოთ, მოდი სახალისო იქნება, თორე მე ძალიან სასწაგვეთილი ის მაქვს. უარი გითხრას. ჯანდაბას. ეხლა რო კარვალი დავიჭირო, პრიკოლი იქნება. აბა შენ ისი რა. მოდი რამე გავუგზავნოთ. რა უნდა გავუგზავნოთ? ეს. Bad beat. დავაი, ორი ავოდი. აგრო ბალეში. ამას დავაჭი. ახლა მე თვითონ გავერთი ძა. Emoji რაღაც, emoji სიმეები. ჯერჯერობით ქოლი. ეს რივერი ხო არ გავდონქო მეთქი ვფიქრობ ამ ჩინელთან. მოდი გავდონქოთ. და ესეთი რეიდის მერე უბრალოდ დავაყაროთ. არა, ასწორებს, რაღაც მუღამი აქვს. მაგიტო არის ეხა უმსხვილესი რუმი. ეს ჩვენი GG პოკერი, რო. პირდაპირ 3 დიდი ბლაინდი დავარეთ. სულ დამავიზარო ვიდეოს ვიწერ, ესე გავშვუნდი. მეგონი 5 წუთი ჩუმად ვიღა. აქ ტრიბეთს უბრალოდ დავქოლავ. კარგი ფლოპია. ნამდვილად კარგი ფლოპია. პატარა საიზინგით დავიზრათ. ამ ფლოპზე უბრალოდ ჩეკი, საშინელებაა. ვაიზგან მივიღე ქოლი. ვფიქრობ, რომ მე აქ უფრო გავძლიერდი, გაჩოტი დამემატა. წყვილი დამემატა. მაგრამ ოპონენტმა ახლა გადონქა, უბრალოდ დავქოლავ და რივერზე მივიღო გადაწყვეტილება. აქ ქოლია. ოპონენტი ჩეკავს და მეც მე მგონი შოუდაუნ-ველიო საკმარისად მეტი მაქვს და დავჩეკავ.
ეს ემოჯი ვაფშე არ ვიცი რას ნიშნავდა, ისე ვაჭერ რა. Thank you დაეწერა, მეტაკლებად ადეკვატური იყო ეს რა თემა არის. რაღაც წყლის შეცმა კვერცხის სროლა და აუ ეს რეებია დედას ვიცავარ იმენა პოკერის გარდა ყველაფერია. ხო, ბაზარი არა. ეს სიგარეტი რა შუაში? მოდ დავაჭირო. არა. რაღაცა სითაუდის მონდია? თუ რა არის? საერთოდ ადრეს სიგარეტი და ყავა ეწერა ხოლმე. ეხატა ხოლმე. არა, აქ ვერ დავქოლა ამას ესე. კი, ოპონენტი ისეთია, აგრესიულია. ისე რა, ძალიან საინტერესო, ძალიან აგრესიული არ არის. სუმა ვიწევა ხოლმე რომ გავთიშოს რა. აი რამე ოკეი ხო უნდა იყოს, აი დავაჭირი ხო, რაღაცა მოუნიშნე, ოკეი ხო უნდა იყოს და იმას აქვს. All them. Reebia. Smart hard. კარგი, დავანებოთ. ძალიან დიდი ასე ვთქვათ მithქვა-მოთქვა არსებობს GG პოკერის შესახებ. რამდენად რეიკი დაძლევადია ან არ არის ამ რომში. ნუ რა თქმა უნდა დაძლევადია, ეხა მithuetes მიკროლიმიტებზე ეხა მაგაზე ორი აზრი არსებობს, თან ძალიან კარგი win rate-ით თამაშობს ხალხი. მაგაზე ორი აზრი არსებობს. მაგრამ ნუ ხო მაინც ის არის რომ ცუდი რეიკის პირობებია, მაგრამ სამაგერო შემადგენლობებია კარგი და როცა შემადგენლობებსა და რეიკის პირობებს შორის გაქვს არჩევანი, მე ყოველ შემთხვევაში შემადგენლობებზე ვაკეთებ ხოლმე არჩევანს, იმიტომ რომ თუ არ არის მოთამაშე მაგიდაზე, ვისაც ფულს მოუგებ, ვინც ფულს წააგებს უბრალოდ იმდეს რომ რეიკი გაისწოროს და კიდევ ვიღაცას რაც სარგებელი ანახოს, მაშინ რაც არ უნდა კარგი რეიკის პირობები იყოს, აზრი ეკარგება მაგას. აი ხა მაგალითად რომ შევადაროთ დავუშვათ აი Red Star-ი, AI პოკერი და GG პოკერი, აი იქ ძალიან გარეგილი რუმი არის. რა ხა NL 2-ზე ალბათ იქაც კაი სასტავია, ხა ეგ უეჭველია, მაგრამ შედარებით მაღალ ლიმიტებზე რა NL 50, NL 100-ზე ხა რო უყურებ ხოლმე ვოდებს რა ტრენერებს, რომლებიც ვოდებს აკეთებენ მაგ რუმებში, GG-ზე ბევრად უკეთესი სასტავია ხოლმე რა. თუმცა არსებობს ხა რაღაცა გამონაკლისები, სადაც სასტავიც კარგია და რეიკბექიც კარგია, ქართული რუმები არის, მაგალითად აჭარა და ლიდერი როგორი რუმებიც არის, მაგრამ მან ექშენი არის ცოტა სამწუხაროდ. დღის მარტო კონკრეტულ მომნაკვეთშია ხალხი, ისიც ბევრი ხალხი არ არის, მაღალ ლიმიტებზე ხა NL 100-ის ზემოთ უკვე მაშინ ან ჰეძაფები უნდა ითამაშო, ან ყველაფერი რაც არის რა, თავის ომაჰა, ჰოლდემი, ხუთკარტა ომაჰა და ყველაფერი. ხო და ეგრე მე მაგალითად არ შემიძლია ეგრე თამაში. ერთ დისციპლინაზე თუ არ კონცენტრირდი, არც მომწონს ეგეთი იდეა და არც შემიძლია რა. თუმცა პირობებსაც შეეხება ქართული რომები მართლა კარგ პირობებს იძლევიან სათამაშოდ. კარგი ძმაო, მოდი იქნება რამე ხა საინტერესო დარიგებები მოვქოქოთ რა. მაგალითად 9-7-იანი დავყაროთ. ან 3-ან 2-იანი. სამაგიეროდ 8-5-იანი დავარეიზოთ. მოდი ახლა შევხედავ მე აქ შემადგენლობებს, რა შემადგენლობებში მიწევს თამაში. ამაგიდაზე როგორც კი დიდად გადასარევი მაგიდა არ არის. ეს კაი მაგიდაა. ერთი ფიში მიწის აშკარად, აგრესიული და ერთი საინტერესო ოპონენტი.
აქაც არასრული სტეკები არიან დიდი პიპით. ლიმპერი და შორტ სტეკი. მაინც გადასარევი მაგიდებია ვერ ვიტყვი რა. არ არის ნამდვილად გადასარევი მაგიდები, მაგრამ ამ ლიმიტის რეგულარი რო ვიყო, ალბათ რაღაც მაგიდებს გამოვცვლიდი რა. მაგრამ ახან არის თამაში ვითამაშოთ რა. ხო, კიდე შეიძლება ითქვას აქ აუცილებლადაც უნდა ითქვას, რომ აქ არის პირველი დეპოზიტის ბონუსი $600 ფარგლებში. მე $50 გავაკეთე აქ დეპოზიტი, მაგრამ მე მგონი რაღაც პერიოდის მანძილზე თუ კიდე დავამატებ დეპოზიტის ბონუსიც გამიზრდება. ყოველ შემთხვევაში კარგად ვერ გავიგე. წესებში რაც ჩავიხედე დაახლოებით ეგ გავიგე რა. ამას დავყურე. ხო და პირველი დეპოზიტის ბონუსი ფარგლებში, ამ $600 ფარგლებში გაქვს 20%-იანი რეიკბექი რა. კიდე რაღაც რეიკბექის სისტემა არის, რომელიც კარგად ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ რაც პინების ბილეთებით გიბრუნებს რეიკბექს. ნაწილს რომ ფულად მე მგონი კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ნელ-ნელა მაგასაც გავიგებ რა. აჰა. ტრივეთი. 13 საიზინგით შეიძლება. მოდი, დავქოლავ, უკან საინტერესო ხალხი. ორი ჩეკი მეც. აქ არ მგონია რომ 7-იანებზე უკეთეს ვინმეს რამე დავაყრევინო, შესაბამისად ვეცდები რომ ჩემი showdown value გავიყვანო პასიურად. ეს ოპონენტი რაღაც უცნაური ქცევით გამოირჩევა. არეიზებს სხვადასხვა ფერის 6-იან 5-იანს. და მე სამჯერ ჩეკავს. ან ერთი რა იყო, ან მეორე. იაპონელია. თან. ამ რომში არის ჩაშენებული სტატისტიკა, რომელზეც მე უკვე ვილაპარაკე. ასევე იძლევა hand histories, შეგიძლიათ გადმოწეროთ hand history საკუთარ კომპიუტერში და გექნებათ Holo Manager-ში ან hand to node-ში შეიყვანთ ამ თქვენს hand histories და საკუთარ თავზე შეგეძლებათ რომ რაღაც თამაშის ანალიზი, ბაზის ანალიზი გააკეთოთ. რაც განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. მოდი აქ უბრალოდ დავქოლავ, ეს ოპონენტი ძალიან აგრესიით გამოირჩევა და ვეცდები რომ პროვოცირება მოვახერხო ოპონენტის. ოპონენტი არ იჩენს ინიციატივას, შესაბამისად რივერზე უკვე სხვა გზა აღარ მრჩება.
ამას დავატრიბეთ და თუ რამეა სტეკზე ვითამაშებ, ანუ მაგის სტეკიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი აღარ მექნება. საინტერესო ფლოპი. უფრო საინტერესო თერნი, რომელზეც უბრალოდ დავჩეკავ, იმიტომ რომ ოპონენტს მისცემს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი აგრესია. ოპონენტი არ ავლენს აგრესიას, შესაბამისად მე გამოვავლენ. ქოლი. ტრიბეთი. ერთი ფერის წრეიანი ბატონიდან. ეს რა ჩიპებია, რაღაც რაღაც. არ ვიცი. კაროლებით ვაგრძელებთ აგრესიას. თერნი, მე ვფიქრობ, რომ თერზე ოვერბეთი იმუშავებს გადასარევად. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ზომის ფსონზე რო რეიზი მივიღო, რა უნდა გავაკეთო წარმოდგენა არა მაქვს და შესაბამისად ოვერბეთი იმუშავებს კარგად. ოპონენტო ტრიბეთი დაქოლა და ფლოპი გადონქა, ხო? სწორად დავინახე. და ოლინი თერნზე. რა შეიძლება იყოს ახლა ოპონენტთან? მე მაქვს 4-იანი. ოპონენტი არის იაპონელი. 7 დარიგებაში აგრესიის არც ისე დიდი მაჩვენებლით. ტრიბეთის ქოლი. აქ რა ხდება? 10 წამი მაქვს, ისა. კარგი, მოდი ამჯერად დავქოლოთ. ამჯერად დავყაროთ მეთქი პაპირი თქვას, მაგრამ უბრალოდ ძალიან ისეთი არაადეკვატური სვლა იყო ოპონენტის მხრიდან, რომ ეს არ მინდა რა, ეს ქეშაუტი მომაშორეთ რა. ვერ მიუთითე რომ არ შემომთავაზოს. და 5-იანი რივერზე. იმედად არაადეკვატური თამაში იყო ოპონენტის მხრიდან, რომ ესეთი შეკითხვა მექნება მე ჩემს მაყურებელთან, ვისაც უთამაშია აჭარაზე და იცის აი NL5-ზე რა შემადგენლობებიც არის რა. აი რა ჯობია, აი ეს ოპონენტები ყველა ფიშები რო ყავს და აი ძალიან ლუზერად რო თამაშობენ და ყველაფერში იხდიან და ასე ვთქვათ ფულის მოგება რო ძალიან ადვილია. თუ აი მაგიდაზე რომ ერთი ფიში იზის სიტყვაზე ან მაქსიმუმ 2 ფიში და არა სუსტი ფილდი, მაგრამ აი ისეთი რა. რაღაც რეგულარებიც რო არიან ფიშებიც და რაღაცა. მე რაღაც მე მგონი, აი ცოტა რეგულარები რო არიან მაგიდებზე, ეგეთი ფილდი ჯობია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბალაგანია ხოლმე რა. და ძალიან ნაცისტური სტრატეგიით გიწევს თამაში, ანუ იმენა ნაცი თუ არ დაიჭირე, ნახონდის. ომაჰას ვაიბი უფრო ახოლმე რა. 5 კარდა ომაჰასო თამაშობ ფიშებთან. დაახლოებით ეგეთი ვაიბი არის ჰოლდემზე. სეტი, მაგალითად, დაიჭერ სეტს. თავი ქუჩი გაქვს. ესეთ ფლოპზე. ჩეკი. სამ ბლაინდით ქონა გადაწყვეტილი და რეიზება, მაგრამ ჩეკი ისევ. რივერზეც ჩეკი. და ტუზდამა დგას. კარგად. ამას ერთი რა ხელა 5 ჰენდი, ხო? არაფერია 5 ჰენდი.
ცოტა ბევრია 6 მაგი და ამდენი განათებებით და ამდენი ციმციმით და რაღაცა ამბებით ცოტა თვალებს მიჭრელებს. ოპოზიციაც, კი არა და პოზიციაში საკმარისია 3.5 x. Call, check, 1/3 აუცილებლად. ერთ-ერთზე, რა თქმა უნდა. ამას ვერ დავყრი. ამას დავარეიცებ, ამას დავყრი. აქ ვაგრძელებთ აგრესიას. აგერ ვაგრძელებთ უბრალოდ აქ ლიდი არის რა, ლიმპერია და ლიმპერს უტევს. საერთოდ ლიმპერთან იმაზე, რა ქვია. შეტევა ნებისმიერ ბორდზე გამართლებულია ხოლმე რა. პრეფლოპი გალიმპა, შენ ბიგლაინზე რომ დაჩეკავ, რაც არ ნაფლობი მოგდეს 1/1-ზე გამართლებულია რომ გავხვიდე, იმიტომ რომ იმის ლიმპის რეინჯი იშვიათად ედება და როგორც წესი, კარგი ფოლდ ექვიტი გაქვს რა. ეს ოპონენტი შეგვიძლია პირდაპირ მოვნიშნოთ, რომ არის რეკრეაციული ოპონენტი. რაღაც ტურნირის ბილეთი მაჩუქეს. ვერ გავიგეთ ესე რა ტურნირია, $100,000-იაო გარანტია. ოღონდ მე მგონი ეს არის $100,000-იანი ფრიროლი რაღაცა. ფრიროლი რა ნაჩუქარი ბილეთები, ვიღაცებს ჩუქნიან რა. მე მგონი დეპოზიტი რო გავაკეთე თუ რავი რა, რის გამო მაჩუქეს არ ვიცი და დარეგისტრირებული ვარ და ხვალ არის. ოღონდ ეს $100,000 მე მგონი ტურნამენტმანი თამაშდება რა. კარგად ეგეც ვერ გავიგე, მაგრამ წესით ტურნამენტმანი უნდა თამაშდებოდეს. ანუ ფული რომლითაც ტურნირებზე შეძლებ რეგისტრაციას ხოლოდ და კეშზე ვერა. და შესაძლოა განაღდებასაც ვერ შეძლებ. მან თუ მოვიგე, მომიწევს ტურნირების თამაში. თუ არ დამავიწყდა საერთოდ ეგ ტურნირი. ესე იგი, NL2 სხვადასხვა ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ლიმიტი. თუ ბევრს თამაშობს ადამიანი, აი ვიცი ერთი ბიჭი მაგალითად რომელიც NL2-ზე რა თვეში $500 და $700-მდე აპლიუსებდა რა. ოღონდ აი მართლა ბევრს თამაშობდა. როგორც სამსახური 9-დან 6-მდე. ეგრე. სამაგიეროდ ფსიქიკა ალბათ ქონდა ჯანსაღი. აქ კოლი. ფლოპია, რომელზეც ალბათ აგრესიას ხშირად გააგრძელებს ჩვენი ოპონენტი, რომელიც არის ჰოლანდია, უნდა მეთქვა, მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ ნიდერლანდებიდან შეიძლება ამის დარეიზება. MP-ზე შეიძლება. ხო და ჯანსაღფსიქიკასაც შეეხება. ესეთი ხუმრობა იყო. მიშაინერი არის ეგეთი სტრიმერი რა, სტრიმობს და თამაშობს. ჰოლდემს თამაშობს საერთოდ რაღაც ამ ბოლოს სადღაც 5 კარტა ომაჰას თამაშობდა და ესეთი რაღაცა თქვა რომ აქო ფულის მოგება აპსვინგებზე შეიძლებაო და დაუნსვინგებზე უბრალოდ უნდა იცადო რომ ჭუიდან არ შეიშალო რა და ეგეთი თემა ზუსტად კარგი აღწერა არის რა. აპსვინგებზე ფულს კარგად მოიგებ, მაგრამ დაუნსვინგებზე უბრალოდ ცდილობ რომ ფსიქიკა შეინარჩუნო უნებელი და თუ შეინარჩუნებ, მე აპსვინგებზე დაგიფასდება. მოკლედ, GG Poker-საც შეეხება, ჩვენ აქ ბევრ რუმზე გვილაპარაკია. და ძალიან ბევრზე არა, მაგრამ რაღაც რუმებზე გვილაპარაკია, რაღაც მიმოხილვები რაღაცები გაგვიკეთებია.
და GG Poker-ს აი ეს შეჯამების სახით რა შემიძლია თქვა, რომ მთლიანობაში ღირს რა ამ რომში, ჩემი აზრით, კარიერის დაწყება, მინიმუმ დისტანციის დაგროვება იმისათვის, რომ დაუშვათ ტრენერთან წაიღო ან რაღაც ეგეთი ბანკროლი ააშენო რაღაცა, მე მგონი აბსოლუტურად ნორმალური პირობებია რა. შემადგენლობები ადვილია მიკროლიმიტებზე. ეს ცნობილი ფაქტია, მარტო ამ დღევანდელი სესიიდან გამომდინარე არ ვჯერობ რა. ან ზოგადად ცნობილი ფაქტია. შემადგენლობები ადვილია, თან ის არის ძალიან დიდი პლუსი, რომ 24 საათი არის აი კარგი ექშენი. ნებისმიერ გემონების მოთამაშისთვის, ანუ ომაჰას თამაშობ ჰოლდემს თუ სტრაპ პოკერს თამაშობ თუ რეგულარულ მაგიდებს, ნიშნულობა არ, თუ ტურნირებს, ნიშნულობა არ აქვს. თითქმის 24 საათი შეგიძლია რომ რაღაც კარგი ექშენი იპოვო და ითამაშო. და ეს ნიშნულოვანი ფაქტორია, მithumetes იმათვის, ვინც დღისით ცდილობს თამაში, მაგალითად, ვისაც დილით და დღისით უნდა თამაში, ხო? ვისაც ცოლშვილი ყავს დაუშვათ, საღამოს ბავშვი მოყავს საბავშვო ბაღიდან დაუშვათ და ბავშვთან ატარებს დროს და არც ალია საღამოს თამაშისთვის. მე ხა ცოლშვილი არ ყავს მაგალითად. და საღამოს თამაში შემიძლია, მაგრამ მაინც არ არის რა ეს ღამეების თევა და რაღაცა კარგი რა. შესაბამისად დღისით, დილით, დღისით არის შვენიერი ექშენი. ეს არის ძალიან ესეთი ნიშნულოვანი ზოგიერთი ადამიანისთვის. ფიქრობ რომ რივერსი აქვს პატარა საიზინგით შეგვიძლია values მიღება. ეს ნახევარი პოტით შეიძლება და სავარაუდოდ აქ. არა მხოლოდ პატარა საიზინგით. გერმანელი ადამიანი რომელიც საკმაოდ ადეკვატური სტატებით თამაშობს. არ იდეალური, მაგრამ ადეკვატური. აბა ეს მაგიდა დაი შემოგვეშალა, ეს იაპონელი კი ის არის. წეგან ერთმა იაპონელმა ისეთი ჩაატარა, რომ მოდი რა სამჯერ ვითამაშოთ, ცოტა გავერთოთ რა. Let's do it. აჰა, ჯიგარია. სამჯერო ბაზარი არა. როცა ვიღადავთ რა. ერთი წავაგეთ, ხო? მეორეც წავაგეთ. მესამეც წავაგეთ. რა უბედურებაა რა. არა უშავს მოხერთა შეგა. არა, რაღაც ერთი მომიგია. რომელი აი ეს გამიფლეშია. რა გინდა სამჯერ დავატრიალეთ. ერთი მოვიგე. შვენი დისპერსია შევამცირე. და ის იაპონელი წადგა ხო? არა ვიცი, მეც ვამთავრებ ახლა სესიას, მაგრამ ამ ფლოპზე 1/13. დაგვემატა equity. და გავიდეთ არა, ერთის ღიო ხანუ ბლანკია რა. რატომაც არა. ოვერბეთი. რატომაც არა. ადეკვატური ჰოლანდიელი. აკენი მოვიგე რამე. მე მგონი სესია პლუსში დავამთავრე კი. მე მგონი არა, ნამდვილად. მაგრამ ისეთი არაფერი რა. იმ იაპონელს მოუგე და იგივე. ისევ გალიმპულ ბანკებში წავედით. ქოლი მივიღე, მაგრამ equity დაგვემატა. დავაკეთეთ მეორე ბარელი. და
მესამე ბარელი. Cold forward. და ამასობაში უკვე სესიაც მიწურულს მიუახლოვდა თუ როგორც ამობენ. აქ cold forward-ი და სტექზე სავარაუდოდ არ ვითამაშებ ორი დამით. ისეთი ჩავაჭირე პრეფლოპზე რომ ამ push სავარაუდოდ აი 12 VPI-იან ოპონენტისგან მარტო ტუზებით და კაროლებით მივიღებ 4% ტრიბეთი რო აქვს. ვაფშე შემეძლო პრეფლოპზე პროსტა დამეკოლა ამ დამებით. და სამარცხვინოთ უნდა დავნებდეთ სამწუხაროდ. ეს 10 წამი მაქვს, ისა ბიჭო, 10 წამი მაქვს თაიმბანკი, არ გამაგიჯოთ ეს. ესია ამ რუმში საერთოდ? ერთი წამი პროსტა შევამოწო თაიმბანკი რა. აქ, მოდი აი არაფერს არ დავაჯერ. ავ დაველოდეთ ეს 10 წამი გავიდეს. რა მოხდება? კიდე 10 წამი 3 ჯერ თუ 4 ჯერ. ხო, არა, გასაგები ნორმალური თაიმი. გამისკებული მეთქი რა 10 წამი. კარგი, აქ დავამთავროთ. აი ესეთ სიტუაციებში ეს სტატისტიკა ესეთ სიტუაციებში ძალიან გვეხმარება. ოპონენტს ძალიან ისეთი ძალიან ტაიტი სტატები აქვს. შეგიძლია რომ ფული აღატყვილა აღარ წააგვეგეთ ოპონენტთან რა. ისეთ სიტუაციებში სადაც შევა ხადროს დაგიგო. კარგი. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით მომავალში.